ამიტომ ეს ერთი წელი არის უმძიმესი წელი ჩვენი ერისთვის. გოგონები, ბიჭები, კაცები, ქალები არავინ არ დაინდეს, ციხეში ჩაყარეს და ჩვენ მაინც დგევართ და არ უთმობთ. ამიტომ მე ვიცი, რომ მთელი ქვეყნის უმეტესი ნაწილი არის შეწუხებული და ჩვენ ხვალ ვალდებული ვართ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, გამოვხატოთ და ოცნებას უთხრათ არა, რუსეთს უთხრათ არა და ევროპას უთხრათ კი, რადგან ჩვენი ქვეყნის გამოხსნა, თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია ევროატლანტიკური გზის მეშვეობით, იმ გზის მეშვეობით, რომელიც ჩვენ ოდითგანვე ავირჩიეთ და რომელიც გზითაც მივდიოდით და დღესაც მივდივართ ერი. ჩვენ არ ვთმობთ და ყველამ ხვალ უნდა გამოვხატოს თავისი პროტესტი. ამიტომ მე მოუწოდებ მთელს ჩვენს მოსახლეობას, ვისაც შეუძლია დაკეტონ სახლები და გამოვიდნენ ქუჩაში და გამოვხატონ თავიანთი პროტესტი ამ მოძალადე მთავრობის წინააღმდეგ. მთავრობისა, რომელმაც უღალატა არა მხოლოდ დღევანდელ საქართველოს, არამედ ჩვენს წარსულს, აწმყოს და მომავალს. ამიტომ ველოდებით ხვალ ყველას, ვისაც გაწუხებთ საქართველოს ბედი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი. ნუ გაჩერდებით და არ იფიქროთ, რომ თქვენ საქმეს გააკეთებს სხვა. ასევე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებ, რომ გამოვიდნენ როგორც თითო კაცი, როგორც მამული შვილები, როგორც ერის შვილები, როგორც მოქალაქეები და შეუერთდნენ ხალხს და ხალხთან ერთად დადგნენ ამ მძიმე დღეებში. და ხვალ იმედი მაქვს, რომ ხალხის პროტესტი იქნება ისეთი გამოხატული, როგორიც შინაგანად გვაქვს ყველას. რადგან ვიცი მე, რომ შინაგანად ყველანი შეწუხებულები არიან, ისინიც კი, ვინც ოდესღაც ხმას აძლევდნენ ამ მთავრობას. რადგან იმათმაც ხმა იმიტომაც მიცეს, რომ ეს მთავრობა იძახდა, ამბობდა, რომ ორი ფეხით შევდივართო ევროპაშიო და დღეს არც ორი ფეხით და არც არაფრით ევროპისკენ არ მიდიან, პირდაპირ რუსეთისკენ მიახანებენ საქართველოს და ჩვენ უთხრათ რუსეთს ის ჩვენი წინაპრის ცნობილი და უდიდესი ფრაზა არასოდეს ცხოვრებაში.